ჩვენმა ხელისუფლებამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემოგთავაზა, შეგვიძლია ვნახოთ მაღალმხარჯველი ტურისტების და ინვესტორების მოზიდვისთვის C5 კატეგორიის 5 წლიანი ვიზების ტიპის შემოღება იგეგმება, რომლის საკომისიოც $500-ია. მოდი წავიკითხოთ, ახლა შეიტანეს ეს საკანონმდებლო ცვლილება და ახლა აწესებენ ასეთ ვიზას. საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ახალი C5 კატეგორიის ვიზის შემოღებას ითვალისწინებს. პროექტი მაღალი მწყიდველუნარიანობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. ახალი კანონპროექტის C5 კატეგორიის ვიზა იქნება მრავალჯერადი 5 წლის მოქმედების ვადით, რაც ფლობელს უფლებას მისცემს საქართველოს ჯამურად 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდეს, მე გაგრძელება შეუძლია 1 წელი რო იქნება გაგრძელების უფლებით. აღნიშნული ვიზა ასევე გავრცელება პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის ვიზის ფლობელებს შეიძლება დისტანციური საქმიანობის განხორციელება არარეზიდენტი პირების სასარგებლოდ. აგერ ჩავყვეთ დაბლა C5 კატეგორიის გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოს მომავალ პირებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც აქვს ასევე უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ და ის თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას, ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე. C5 კატეგორიის ვიზის შემოღება წარმოადგენს მიზნობრივ და თანამედროვე ეკონომიკურ ინსტრუმენტს, რომელიც მიმართულია მაღალი გადახდითუნარიანობის მქონე უცხოელი ვიზიტორების მოზიდვისკენ. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შეძლებული ტურისტები გამოირჩევიან მაღალი მწყიდველუნარიანობით და ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მასპინძელი ქვეყნისთვის. მათი ვიზების ზრდის ტურიზმის სექტორში შემოსავლებს აძლიერებს მომსახურების სფეროს და უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის სტაბილურ შემოძინებას. C5 ვიზა ქმნის ინვესტიციების მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალი ქონებრივი სტატუსის მქონე ვიზიტორები ხშირად ინტერესდებიან ბიზნესის დაწყებით, რაც ეკონომიკაში დამატებითი კაპიტალის შემოდინებას იწვევს. ანუ ინვესტორები რო შემოიყვანონ აქ შეძლებული უცხოელები რო შემოიყვანონ, მათთვის 5 წლიანი ვიზების გაცემის ფორმატი შემოაქვთ ახლა და უნდა გვესმოდეს, რომ ეს იმ ქვეყნებზე შემოდის, რომელსაც ვიზები ჭირდებათ. ანუ იმ ქვეყნებზე კი არ შემოდის, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს ვისთანაც, ვიზები არ ჭირდებათ. ეს პრაქტიკა შემოდის ქვეყნებთან, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი გვაქვს, ანუ უვიზო დრო ვერ შემოდის, რაღაცა ევროპული ქვეყნები კი არ იგულისხმებიან, აქან ამერიკა, თქვათ რუსეთი, საიდანაც მაგალითად, ან უკრაინა, საიდანაც ვისთანაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ეს იგულისხმება ქვეყნები, სადაც ნაკლები შეძლების, ნაკლები სტაბილურობის, ნაკლები უსაფრთხოების და კომფორტის გარემოა, საიდანაც ვიღაცებს გადმოსახლება შეიძლება მოუნდეთ. ავტომატურად საიდანაც ახლა ადამიანს გუში შემოვედი და პირდაპირ რაღაცა $100,000 ქონება ვიყიდე აქ, რასაც ჩვენი კანონმდებლობა უცხოელებისთვის ითვალისწინებს და ბინადრობის უფლება ავიღე, პირდაპირ მაგის შესაძლებლობა ან ყისიერი ინტერესი ხო შეიძლება არ ქონდეს, იმიტომ რომ დიდი ფინანსური დანახარჯით აქ საკუთრების ყიდვა არის ნაბიჯი, რომელიც შეიძლება აქ შემოსულ პოტენციურ ბრწყალებში ინვესტორს დაფიქრება სჭირდებოდეს ამ ნაბიჯზე წასვლამდე და კომფორტულ შესაძლებლობას აძლევენ ახლა ეგრეთ წოდებულ ბრწყალებში ინვესტორებს ქვეყნებიდან, რომლებიც ცოტა გაჭირვებული და არასტაბილურია და უვიზო მიმოსვლა მათთან არ აქვს, ისეთი აზიური ძირითადად აფრიკული ქვეყნებიდან, ასეთი პოტენციური ეგრეთ წოდებული ინვესტორებისთვის ეხლა ქმნიან კომფორტულ მექანიზმს, რომ ჯერ ჩამოდი შეგიძლია 5 წლიანი ვიზა აიღო, იყო აქ, მიმოიხედო, რაღაცა დაიწყო, რაღაცა ბიზნესი შექმნა, შენთვის კომფორტული გარემო შექმნა, მერე თუ მოგეწონება, მერე უფრო გვიან შეგიძლია გადახვიდე ბინადრობის უფლების ძიებაზე და მერე გადახვიდე მოქალაქეობის მიღებაზე, თუ ამის სურვილი გექნება. ამ კომფორტული გარემოს მექანიზმის შექმნაზე მიდის ახლა საუბარი და რო გვესმოდეს რა კატასტროფული სუიციდური მდგომარეობა ქვეყანაში.
აი ეს არის კვლევითი ორგანიზაცია Galten Tagartis კვლევა, რომელიც აი 2026 წლისთვის უძრავი ქონების ვაჭრობის სექტორში მონაცემებს გვაწვდის და აი ამ კვლევაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უძრავი ქონების, ან ბინების მყიდველები თბილისში მოქალაქეობის მიხედვით ვინ რა პროცენტს შეადგენს და თქვენ ხედავთ, რომ 2026 წლის პირველ ორთვეში ქართველებმა თბილისში იყიდეს ბინების მხოლოდ 72%, დანარჩენი 28%, ანუ თითქმის მესამედი იყიდეს უცხოელებმა. ანუ იმდინარე წლის 2 თვის განმავლობაში უცხოელი მყიდველების წილი თბილისში ბინების სექტორში გახდა თითქმის მესამედი. ოღონდ ამასთანავე ეს მზარდი ტრენდია. აგერ შევხედოთ 23 წლიდან 26 წლამდე მონაცემებს პროცენტული ნიშნულით 23 წელს უცხოელი მყიდველების წილი იყო 15%, 24 წელს იყო 20%, 25 წელს იყო 24%, ხოლო 26 წელს უკვე გახდა 26 წლის პირველ ორთვეში უკვე გახდა 28%. ყოველწლიურად ეს არის მზარდი ტრენდი და ყოველწლიურად ეს მზარდი ტრენდი უკვე მესამეც მიაღწია საქართველოში, თბილისში ბინების მესამეც ყიდულობენ უცხოელები. წარმოგიდგენიათ თქვენ როგორ კატასტროფულ სურათთან გვაქვს საქმე? ანუ ბინების მესამეც რო უცხოელები ყიდულობენ, რა რაოდენობაა უცხოელების, რომლებიც აქ სახლდებიან, რომლებიც აქ ბინადრობის უფლებას იღებენ ნაყიდი ბინების საფუძველზე, როცა პრემიერმა თვითონ აღიარა ბოლოს სულ რაღაც 4 წელიწადში 60,000 ბინა იყიდეს უცხოელებმა. 60,000 ბინა არის ფაქტიურად ქუთაისზე დიდი ქალაქი ერთად რო წარმოვიდგინოთ. ოღონდ ეს ჯერ მხოლოდ ეს მესამედი კიდე არც ისე კატასტროფულ შედეგად მოგვეჩვენება თუ ბათუმის შედეგებს ვნახავთ ახლა. იგივე Galten Tagartis კვლევის თანახმად აიგერ შეგვიძლია ვნახოთ რა მაჩვენებლები არის 2025 წლის შედეგების საფუძველზე ბათუმში გაყიდული ბინების ნაწილში მხოლოდ 48%-ია საქართველოს მოქალაქეების მიერ ნაყიდი. ანუ ბინების 51% იყიდეს უცხოელები. წარმოგიდგენიათ, ბათუმში ბინების ნახევარზე მეც ყიდულობენ უცხოელები. და ჩვენ როცა საუბრობთ, რომ ქართველები ქვეყნიდან მიდიან და ვეღარ მრავლდებიან, გვერდზე რო გადავდოთ ის კატასტროფული საფრთხე, რომ ბინების ნახევარზე მეც ბათუმში ყიდულობენ უცხოელები. უკვე ხოლო თბილისში ბინების უკვე მესამეც ყიდულობენ უცხოელები. გვერდზე რომ გადავდოთ ის ფაქტი, ეს რამხელა ნაკადის მოზღვავებას გულისხმობს ქვეყანაში. თქვენ წარმოიდგინეთ გამრავლების და აქ მოსახლეობის შემაგრების პრობლემა, რამდენად არის დაკავშირებული ბინების ფასებთან. ბინების ფასებმა აიწია იმ ხარისხით, რომ ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე იმ სამუშაოთი, რომელიც იშოვება სამუშაო ბაზარზე საქართველოში, ამ სამუშაოების 99% არ იძლევა ისეთ შემოსავალს, რომ დღევანდელი ბინები ერთბაშად კი არა, დღევანდელ ფასებში განვადებითაც სესხით აიღოს ოჯახმა, ახალშექმნილმა ოჯახმა და რაღაცა საარსებო სივრცე გაიჩინოს. $100,000 არის რაღაც მინიმალური ფასი უკვე, რომელიცაც შეგიძლია ბინა ახალაშენებულ კორპუსებში, ისიც სადმე თუ იპოვი, ახალაშენებულ კორპუსებში თბილისში იყიდა, ხო? და 150 და მეტი კიდე $1,000 ხის, ხო? სრულად შეუთავსებელია საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებთან და ეს ფასების და გამოიწვია მოზღვავება უცხოელი კლიენტების. ახლა მესამეც რო თბილისში უცხოელი ყიდულობს, ბევრად შეძლებული ვიდრე ქართველები არიან, რა თქმა უნდა, ფასები გაიზრდება, ხო? ერთადერთი შანსი
ჩვეულებრივმა საქართველოს მოქალაქეებმა რამე იყიდოს, ისიც დიდი გაჭირვებით და მრავალწლიანი და ხშირ შემთხვევაში 10 წლეულების მუშაობით არის უცხოეთში წავიდეს, იმუშაოს 10 წლეულები, იქ 10 წლეულების მიერ შედეგად დაგროვილი თანხით აქ ერთი ბინა მოახერხოს მაქსიმუმ არ შეიძლება 2 და რაღაცა 20 წელი ახალგაზრდა წავიდა ასაკში, 20 წლისა წავიდა, 20 წელი იქ იმუშავა და 40 წლის ასაკში ისე რომ ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, შეიძლება რაღაც დააგროვა და აქ ან დაბრუნდება, ან ვეღარც დაბრუნდება, მაგრამ თუ დაბრუნდა უკვე რაღაც 40 წლის არის და მაგ ასაკში უწევს ოჯახის შექმნა და მერე გამრავლება. რა თქმა უნდა, შენს გამრავლების ტემპებზე ეგ აისახება კოლოსალურად. რა თქმა უნდა, ბინები თუ ხდება ისეთი საფასურის, რომ ქართველი უბრალოდ ყიდვას ვეღარ ახერხებს, აქ ინტენსიურად გაედინება ახალგაზრდობა იმისთვის, რომ რაღაცა იშოვოს აქ საარსებო სივრცის შესაძლებლად და მერე ოჯახის შესაქმნელად. და ამ ქართველების სანაცვლოდ ქვეყანაში მოერეკებიან უცხოელებს და უცხოელებს მოერეკებიან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ ოცნების ფინანსური ელიტის მთავარ შემადგენელ ნაწილს. შეხედეთ ოცნების დეპუტატებს, რომლების უდიდესი ნაწილი მილიონერია, შეხედეთ რა საქმიანობენ ისინი სხვა ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, აი სხვა სფეროშიც რომ იყვნენ, აუცილებლად თითქმის ყველა საქმიანობას აწარმოებს სამშენებლო სფეროში. ამათი საშოვარი რესურსად იქცა ეს სამშენებლო სივრცეში უცხოელების შემოდინება და ეს უცხოელების შემოდინება თუ ხალხი არ გამოფხიზლდა, თუ ხალხი არ გააქტიურდა, თუ ხალხი ფეხზე არ დადგა, ეს ამ შემოდინებას გადააყოლებს ეს ფინანსური ქოცური ელიტა ამ ქვეყანას. ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ უახლოეს პერიოდში მათ შორის კიდევ ეცდებით ერთი მცდელობა გქონდა უკვე გახსოვთ აქციის ჩატარების, კიდევ ეცდებით და დანარჩენი ხალხზე ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან, მაგრამ დანარჩენი ხალხზეა დამოკიდებული თუ ხალხმა აქტიურობა და საკუთარი ნების დემონსტრირება არ მოახდინა, ისე უბრალოდ გათითო კაცებულ საქართველოში ყველაფერს წაიღებენ